შემოგვიერთდა ოფთალმოლოგი გიორგი მექვაბიშვილი, სტუმართან ერთად ვისაუბრებთ ისე დაავადებებზე, როგორც ამხედველობის პრობლემების ზრდასრულებში, კონკრეტულად კერატოკონუსის, კატარაქტისა და ლაზერული კორექციის შესახებ ვისაუბრებთ. დილამშვიდობის, მადლობა გიორგი მოგზაურობისთვის. სანამ კონკრეტულად ამ დაავადებების შესახებ დაწვრილებით ვისაუბრებდეთ, ხომ მანამდე მოდით აღვნიშნოთ ის, რომ ნოემბერი არის კერატოკონუსის მიმართ ცნობიერების ამაღლების თვე და შესაბამისად თქვენ საერთაშორისო კონფერენცია გამართეთ, რომელშიც არაერთი მნიშვნელოვანი ექსპერტი იყო ჩართული. თუ შეიძლება ამის შესახებ ვისაუბროთ, რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი ღონისძიებები, უფრო მეტწილად როგორი სახის მოხსენებები იყო წარმოდგენილი ამ კონფერენციაზე და რა განიხილებოდა უფრო აქტუალური საკითხები დღევანდელ დღეს. კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. ჩვენ ჩავატარეთ საერთაშორისო კონფერენცია, რომელშიც დარგის წამყვანი მსოფლიო ექსპერტები იყვნენ მოწვეულები, ამის მთავარი ორგანიზატორი პროფესორი მერაბდვალი, არაჩვეულებრივი კონფერენცია ჩატარდა და ნამდვილად ჰქონდა ის საშუალება, რომ მოგვისმინა თანამედროვე მიღწევები, თანამედროვე აზრები მსოფლიოში წამყვანი ექსპერტების მხრიდან. სხვადასხვა ქვეყნიდან მყავდნენ მოწვეული სტუმრები, რომლებმაც გაგვიზიარეს საკუთარი გამოცდილება, საკუთარი ცოდნა და თანამედროვე მიღწევები. ეს დარგი ზოგადად კერატოკონუსის დარგი, დიაგნოსტიკის და მკურნალობის დარგი ელვისის სწრაფით ვითარდება. სულ რაღაც 2-3 დეკადის წინ ეს დაავადება განაჩენი იყო ადამიანებისთვის, იმიტომ რომ ბევრი არაფრის გაკეთება შეგვეძლო სამწუხაროდ პაციენტებისთვის. თუმცა აი ამ მიღწევებმა, რაზეც ახლა ჩვენ ვისაუბრებთ, ადამიანების ცხოვრების ხარისხი და დაავადების დიაგნოსტირება და მკურნალობა მკვეთრად შეცვალა, გააუმჯობესა. ჩვენ ყავდა არგენტინიდან, ყავდა გაერთიანებული საიმეროებიდან, სხვადასხვა ქვეყნიდან ამ დარგის ნამდვილად მოწინავე სპეციალისტები. და გულახდილად რომ ვისაუბროთ იმასთან ერთად, რაც მივიღეთ მათგან, ის სიამოვნებაც დაგვეუფლა, რომ დიდად ნამდვილად არ ჩამორჩებით თანამედროვე სამყაროს და დღეს გვაქვს იმის საშუალება, რომ ჩვენს პაციენტებს ქართულ მოსახლეობა შევთავაზოთ ის ულტრათანამედროვე მკურნალობის და დიაგნოსტიკის მეთოდები, რასაც მთელი მსოფლიო იყენებს. მოდით ახლა უშუალოდ ვისაუბროთ დაავადებების შესახებ. დავიწყოთ საუბარი, ვინაიდან ნოემბერი კერატოკონუსის მიმართ ცნობიერების ამაღლების თვე არის. თავდაპირველად ამ დაავადებას დაუთმოთ დრო, თუ რას წარმოადგენს თავისთავად ეს დაავადება და რა არის მისი გამომწვევი მიზეზები. კერატოკონუსი ეს არის რქოვანას დაავადება. რქოვანაზე ორი სიტყვით რო ვისაუბროთ, ეს არის თვალის ყველაზე გარეთა შრე, გამჭვირვალე შრე, რომელსაც ძირითადად საფუნქცია აქვს, ეს არის სინათლის, თვალში შემოსული სინათლის გატარება, თვალის დაცვა და ასევე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რაც არის, სინათლის სწორი ფოკუსირება ბადურაზე. ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანმა მიიღოს კარგი გამოსახულება, კარგი ხარისხის მხედველობა. კერატოკონუსი არც თუ ისე იშვიათი დაავადება. ზოგადად სტატისტიკა ცოტა განსხვავებულია დემოგრაფიული მაჩვენებლების მიხედვით. 1986 წელს ამერიკაში მეტა-ანალიზი ჩატარდეს, დიდი კვლევა, რომლის საფუძველზე დადგინდა, რომ 2000 ადამიანში ერთს ემართება კერატოკონუსი. თუმცა ჩვენ ენდემურ კერას წარმოვადგენთ. ჩვენთან უფრო ხშირია ეს დაავადება. ეს დაავადება ხასიათდება რქოვანის გათხელებით, რქოვანას თავისი სქი აქვს ფიზიოლოგიური. ეს არის ქრონიკული პროგრესირებადი დაავადება. ამ დაავადებას ახასიათებს პროგრესირება. ეს არის რქოვანის გათხელება, რქოვანის გათხელების საფუძველზე ხდება მისი ფორმის ცვლილება, კონუსი ერთ-ერთი სახელწოდებიდან გამომდინარე, კონუსის ფორმას იღებს, ხდება არარეგულარული ასტიგმატიზმის, ესეთი ოპტიკური ფენომენის ჩამოყალიბება, რაც თავის მხრივ მე აქვეითებს ადამიანის მხედველობის სიმახვილეს. რომ თქვათ გიორგი, რა საკის ადამიანს შეიძლება დაემართოს კერატოკონუსი და ეს გამომწვევი რის ფაქტორები რა შეიძლება იყოს? აქ შეიძლება თუ არა ვივარავდოთ გენეტიკური ფაქტორი, თუ არის რაიმე გარეგანი ზეწოლა, თქვათ, ხო შეიძლება ტრამვა, დაზიანება და ასე შემდეგ. თუ არის კონკრეტული რაღაც გამონაკლისები, რაც არა გარეგნული სახით შეიძლება მისცეს, თქვათ, საშუალება
საშუალება ამ ყველაფერს ამ დაავადებას რომ გამვითარდეს, არამედ ხელს უწყობს რაღაც გარკვეული შინაგანი ფაქტორები, ან სხვადასხვა დაავადებები რომ ჩამოყალიბდეს. არაჩვეულებრივი კითხვა, სრულად მოიცავს, ასე ვთქვათ, კერატოკონუსის პათოფიზიოლოგიას. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ეს არის ახალგაზრდა ადამიანების დაავადება, რომელიც შეაძლოა დაიწყოს ადრეული სკოლის პერიოდში და განაგრძოს პროგრესირება. პროგრესირებადობა არის ამ დაავადების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რომელიც სტატისტიკას თუ დაუჯერებთ 40 წლამდე შესაძლოა რომ იპროგრესიროს. მულტიფაქტორული დაავადება, ეს იმას ნიშნავს, რომ ერთი რომელიმე კონკრეტული მიზეზი არ არსებობს. გენეტიკა თავის როლს თამაშობს, სტატისტიკა ასევე გვეუბნება, რომ ყოველი 10 დაავადებული ადამიანიდან პაციენტიდან ერთს აქვს ოჯახური ისტორია ამ დაავადების ქონის. და ასევე ტრავმა ეს უფრო თანამედროვე მიდგომა, თანამედროვე სამეცნიერო ლიტერატურის დაყრდნობით მიკროტრავმა, რომელსაც ადამიანი აყენებს თვალების რესვის დროს. თვალების რესვა ეს არის ძალიან ცუდი ჩვევა, განსაკუთრებით ბავშვთა ასაკზე ვსაუბრობთ და მოზრდილებში. გაუძებისას ალბათ ხომ ახასიათებთ ხშირად ადამიანს. დიახ. ჩვენი ბებიებისგან და ბაბუებისგან გვსმენია, რომ თვალების რესვა ცუდია. ზუსტად ეს რატო იყო ცუდი, არ იცოდნენ, მაგრამ დღეს უკვე ვიცით, დღეს უკვე დამტკიცდა, დღეს უკვე ვიცით, რომ ნამდვილად თვალების რესვა ეს არის ძალიან ცუდი ჩვევა, რომელიც ერთ-ერთი შესაძლოა ერთ-ერთი მიზეზი იყოს კერატოკონუსის განვითარების, იმიტომ რომ ჩვენ გვყავს პაციენტები, საკმაოდ ბევრი პაციენტია, რომლებსაც ისტორიაში აქვთ ასეთი ძლიერი სურვილი თვალების მოსრესვის. შესაბამისად ეს მიკროტრავმა, რომელსაც პაციენტი ყოველდღიურად, ქრონიკულად თვეების, წლების განმავლობაში აყენებს ქონას, ხდება ერთ-ერთი გამშვები მექანიზმი ამ დაავადების გაჩენის და მერე პროგრესირების. ამიტომ თვალების რესვა, განსაკუთრებით ბავშვთა ასაკში, კატეგორიულად არ შეიძლება. არც თუ ისე დამაზიანებელი ჩვევა ასე. და სხვათა შორის ხშირ შემთხვევაში საკმაოდ სასიამოვნოც, იმიტომ რომ თვალების მოსრესვით საკმაოდ ბევრი გარკვეულ სიმპტომს თავიდან ირიდებს. თვალის სიმშრალე ესეთი ცნობილი ერთ-ერთი თვალის სიმშრალეც ასევე ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი ნოზოლოგია, რომელიც რომელსაც აქვს გარკვეული ასოციაცია კერატოკონუსთან. თვალების სიმშრალე ძალიან კარგად კურნალობენ ხოლმე პაციენტები თვალების მოსრესვით. ამიტომ თვალების მოსრესვა აი ამ დაავადების პროგრესირებაზე, რაზეც ახლა საუბრობდით, როგორ შეიძლება რომ შევაჩეროთ? აი დროულად აღმოჩენა ამ დაავადების შესაძლებლობას გვაძლევს თუ არა იმისა, რომ პროგრესირება შევაჩეროთ და არ გაგრძელდეს იმ წლების განმავლობაში, რამდენი წელიც ახსენეთ, და ხომ 40 წლამდე შესაძლებელია რომ პროგრესირდეს. პირველ რიგში ორი სიტყვით მნიშვნელოვანია შევეხოთ სიმპტომებს. ადრეული, რა თქმა უნდა, ყველა დაავადების მკურნალობა ადრეულ სტადიაზე თუ მოხდება, ეს საუკეთესო ვარიანტია. ესეთი კონკრეტული სიმპტომი კერატოკონუსს არ აქვს. თუმცა ყველაზე საწყისი რაც არის, ეს რა თქმა უნდა მხედველობის გაუარესება, განსაკუთრებით მხედველობის გაუარესება საღამოს საათებში, როცა სინათლე შედარებით თავის ტკივილსაც იწვევს, ხო, შემდეგ ბუნებრივია. თავის ტკივილს როგორ არის, იცით, თავის ტკივილი ძალიან არასპეციფიური სიმპტომია, გარკვეული პაციენტები, როდესაც უკვე კარგად ვეღარ ხედავენ, უკვე კი. და ერთ-ერთი რაც არის, თვალების მოჭუტვით აუმჯობესებენ ხოლმე პაციენტები და სულ ეს დაძაბული ეს კუნთის სპაზმი, რაც კუთხოვების თვალების მოჭუტვაზე კუთხოვების სპაზმს გულისხმობს, ეს შეიძლება აისახოს მერე თავის ტკივილში. მხედველობის დაქვეითება დაბალი განათების პირობებში სინათლის გარშემო, სინათლის წყარო რო ავიღოთ, სინათლის გარშემო ესეთი შარავანდედევით ოპტიკური ფენომენები, ასე სინათლის წყაროს აღქმის ცვლილება. ეს არის ერთ-ერთი საწყისი და როდესაც საწყის ეტაპზე მოდიან ხოლმე პაციენტები, შეიძლება ჩვენ დრო ვნახულობთ კლინიკურ პირობებში მხედველობის იმახულე არ გქონდეთ ცუდი ჯერჯერობით, მაგრამ აი ამ სიმპტომებიდან გამომდინარე მერე უკვე ვიწყებთ ღრმა
ტექნოლოგიურ კვლევებს და ამის საფუძველზე მე ვადგენს ხდება თქვათ აი რა სახის ჩარევა ხდება იგივე დიაგნოსტიკის თვალსაზრისით ანუ თქვენ ახსენეთ რომ აი იგივე კონფერენციები ეძღვნება იმას რომ მეტი ინფორმაცია მივიღოთ გავცვალოთ ეს ინფორმაციები ერთმანეთში სიახლეებზე ვისაუბროთ იგივე ტექნოლოგიის თვალსაზრისით რა შეიძლება თქვათ რა სიახლეზე გავმოხლოთ ყურადღება დიაგნოსტირების თვალსაზრისით სიახლე ბევრი გვაქვს ამასთან დაკავშირებით როგორც დიაგნოსტიკური, ასე ვთქვათ, ტექნოლოგიების გამოყენებით, ასევე ლაბორატორიული, გარკვეული ანალიზი, ცნებლის ანალიზი მაგალითად, რომელიც უფრო თანამედროვე მიმდინარეობაა, თუმცა ოქროს სტანდარტს მაინც კომპიუტერული კვლევა წარმოადგენს, რომელიც რქოვანის ტოპოგრაფია, ესე ქვია, სპეციალური ტომოგრაფი აპარატი, რომელიც შრეობრივად აბსოლუტურად ყველანაირ მონაცემს გვაძლევს რქოვანასთან დაკავშირებით. და ძალიან ადრეულ სტადიაზე შეგვიძლია ამ აპარატურის გამოყენებით დავსვათ კერატოკონუსის დიაგნოზი. შესაბამისად, ადრეული დიაგნოსტირება გვეხმარება, ძალიან გვეხმარება უკვე ჩვენ მკურნალობის ტაქტიკის დაგეგმვაში და ყველაზე ხშირად მკურნალობასაც ორი სიტყვით რო შევეხოთ, რამდენიმე მეთოდი გვაქვს, თუმცა ყველაზე ხშირად, მით უმეტეს როცა ადრეულ ეტაპზე ვსაუბრობ, ეფექტური ეს არის რქოვანის დასხივება ულტრაისფერის სხივების გამოყენებით და რიბოფლავინი ესეთი ბეჯგუფის ვიტამინი, რომელსაც ვიყენებთ და ამას მოყვება რა, ვამაგრებთ რქოვანის სტრუქტურას. რადგანაც ვიცით პათოფიზიოლოგია და მექანიზმი ესე იგი როგორ პროგრესირებს, ზუსტად აი ამ რგოლზე ვურტყამთ. რადგანაც თხელდება, სუსტდება და იცვლის ფორმას, ჩვენ აი ამ აპარატის და დასხივების საფუძველზე ვამაგრებთ, რომ ეს აღარ მოხდეს. აბსოლუტურად უმრავლეს შემთხვევაში ეს თითქმის 100%-იან ეფექტს იძლევა და იმ სტადიაზე ვაჩერებთ დაავადებას, რა სტადიაზეც ამას ვაკეთებთ. ქირურგიული ჩარევა როდის არის უკვე აუცილებელი, თქვა და შესაძლებელია თუ არა, ახლა როგორც სხვა ორგანოების იმპლანტირება, ასე ვთქვა, ხო აი ასეთ შემთხვევაში თუ არის დანერგილი ეს მეთოდი და როგორი მოხმარება აქვს, ასე ვთქვა, აი შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდი როგორი არის? პირველი რაც ვთქვით, ესეც ქირურგიაში გადის, ულტრაისფერის სხივებით დასხივება. ასევე არსებობს სხვა ტიპის იმპლანტები, მაგალითად ინტრასტრომალური რკალები, ესეთი ანუ რქოვანის სისქეში ვდებ სპეციალურ, პლასტმასი დავარქვა სპეციალურ დიზაინის რკალებს, რომელიც ფორმას უცვლის რქოვანას და ფორმის უგუნთ ასწორებს. ესე იგი, არარეგულარულ რქოვანას უფრო რეგულარულად ხდის. რასაც მხედველობის გაუმჯობესება მოყვება. ასევე არის ფაკიური ლინზების იმპლანტაცია, ან სპეციალური პატარა მინიატურული კონტაქტური ლინზა, რომელიც თვალში ოპერაციულად იდება და ასევე ძალიან კარგად აუმჯობესებს მხედველობას. თუმცა შორსწასული ფორმების დროს, როდესაც ეს მეთოდები არაეფექტურია, რქოვანის ტრანსპლანტაცია ხდება ხოლმე საჭირო. რქოვანის ტრანსპლანტაციას ორი სიტყვით შევეხები, ეს ქირურგია, ну, ორგანოს ტრანსპლანტს გულისხმობს. ეს საკმაოდ დიდი ოპერაცია, მიუხედავად იმისა, რომ რქოვანა თვითონ არც თუ ესე დიდი ორგანოა, მაინც ადამიანი, როდესაც რქოვანას ინერგავს, მთელი ცხოვრების განმავლობაში უკვე ორგანო ტრანსპლანტი ხდება. ჩვენ სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენს კლინიკაში რქოვანის ტრანსპლანტაციის კერატოკონუსის შემთხვევაში უკვე უფრო ულტრათანამედროვე მეთოდებს ხმარობთ, რომელიც გულისხმობს შრეობრივ ტრანსპლანტაციას. რქოვანი თვითონ რო ავიღოთ, არის დაახლოებით 530 მიკრონი, ან 9 მილიმეტრის სისქის. ამას თავისი შრეები აქვს. ჩვენ იმ შრეს ვნერგავთ, რომელიც ზიანდება კერატოკონუსის დროს და მეტად ეფექტურია, ბუნებრივია, ხო? მეტად ეფექტურია, აბსოლუტურად, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, დეტალს კი აქცენტ ყურადღებას, ხო? ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შრე, რომელიც არ ზიანდება კერატოკონუსის დროს, არის შიგნითა შრე. რომელიც ძალიან ღრმა დრო არ ჩაუყვეთ ამის მექანიზმს, რქოვანის გამჭვირვალეობაზე არის პასუხისმგებელი. ვტოვებთ პაციენტის ამ ენდოთელიუმი ქვია, ვტოვებთ პაციენტის ამ ღრმა შრეს და მასზე ვადებთ სტრომას, ესე იგი რქოვანის იმ ნაწილს, რომელიც იყო კერატოკონუსის გამო დაზიანებული. ეს თავის მხრივ ბევრად უფრო ეფექტურს
ხდის ამ ოპერაციას და თუ მაგალითად გადანერგილი რქოვანის სიცოცხლის ყველაფერს თავისი სიცოცხლის ხანგრძლივობა აქვს, ხო? თუ არის დაახლოებით სრული გადანერგვის დროს 15 წელი, ამ შემთხვევაში 60 წელია. ჩვენ საუბრობთ ახალგაზრდა ადამიანზე, რომელიც მაგალითად 25 წლის ასაკში გაიკეთებს ოპერაციას შრეობრივ ტრანსპლანტაციას და მინიმუმ 60 წელი ეს რქოვანა ეყო. რაც წარმოუდგენლად დიდი მიღწევა. კატარაქტის შესახებაც ვისაუბროთ გიორგი, თუ რას წარმოადგენს ეს დაავადება და ეს კატარაქტაც ალბათ ფართოდ არის გავრცელებული, ხო? ამის ასაკის შესახებ ვისაუბროთ, რა ასაკში იჩენს თავს, აქვს თუ არა მასაც განვითარების სხვადასხვა ეტაპების, სტადიები, მკურნალობის შესახებაც ვისაუბროთ და როდის ხდება ასევე ქირურგიული ჩარევა საჭირო. კატარაქტა მრავალმხრივი შეიძლება იყოს, კატარაქტა არის ასაკი არც სქესი. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საზოგადოებაში. მოდი ესე ვთქვათ, შექცევადი სიბრმავის ჯერჯერობით მთავარი მიზეზია კატარაქტა. თუმცა მაინც ყველაზე ხშირად ასაკთანაა დაკავშირებული, ყველაზე ხშირი კატარაქტა ეს არის ასაკობრივი კატარაქტა და ყველაზე ხშირად ასაკობრივ ჯგუფში ვაკეთებთ კატარაქტის ოპერაციას. კატარაქტის მკურნალობა არის ერთადერთი. ეს არის ოპერაცია. არსებობს მრავალი მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაც წვეთით, ტაბლეტით, ფიზიოთერაპიით კატარაქტას მკურნალობენ, თუმცა არა. თანამედროვე მედიცინა არის მტკიცებულებების დაფუძნებული მედიცინა. ესე იგი, უნდა არსებობდეს სამეცნიერო მტკიცებულება, რა არის სწორი მრავალწლიანი გამოცდილებას და აუცილებლად რა არის სწორი, რა არის არასწორი. ერთადერთი მტკიცებულება, რომელიც ნამდვილად ასჯერებელია და ესეა, ეს არის ის, რომ კატარაქტის ერთადერთი მკურნალობა არის ოპერაცია. კატარაქტა ეს არის ბროლის შემღვრევა. ჩვენ გვაქვს ბუნებრივი ორი ოპტიკური აპარატი გვაქვს, ერთზე უკვე ვისაუბრეთ, ერთი არის რქოვანა, მეორეა ბროლი. ბროლი ასაკობრივ ცვლილებას განიცდის, კარგავს გამჭვირვალეობას და გამჭვირვალეობის დაკარგვა, ანუ ბროლის შემღვრევა, ეს არის კატარაქტა. შემოსული სინათლე თუ რქოვანა ატარებდა, მაგრამ არასწორად ხდებოდა ფოკუსირება, უბრალოდ აღარ ატარებს კატარაქტა. მკურნალობა რაში მდგომარეობს? ოპერაცია, ეს შემღვრევა უნდა მოვიღოთ და ოპერაციულად და მის ნაცვლად უნდა ჩავსვათ ხელოვნური იმპლანტი, გამჭვირვალე ბროლი, რომელიც აბსოლუტურად უმრავლეს შემთხვევაში პაციენტს მხედველობას უბრუნებს. ჩვენთან სტატისტიკა სამწუხაროდ არ წარმოებს დამაჯერებელი, მაგრამ ამერიკის შეერთებულ შტატებს თუ დაუჯერებთ, წელიწადში 10 მილიონი კატარაქტის ოპერაცია ეკეთება. ეს არის ოპერაცია, ყველაზე ხშირად ჩატარებადი ოპერაცია მსოფლიოს მასშტაბით. დიახ, და ჩვენი საუბრის ბოლოს გიორგი, რჩევის სახით რომ მოგცეთ ჩვენს მაყურებელს რომ ვუთხრათ, როგორ მოვიქცეთ რომ არ დავაზიანოთ ჩვენი თვალი, აი თვალის მოსრესვაზე ვისაუბრეთ უკვე და შეგვიძლია ხომ ამ კუთხით მივცეთ მაყურებელს რჩევა რომ არ უნდა დავატაროთ დიდი დრო გაჯეტ უფრო მეც თქვენ ვეტყვით ბუნებრივია და გისვენთ დიდი საუბარი. ავირიდოთ აი დაავადებების ჩამოყალიბებისგან თქვათ ხო? გაჯეტებმა და აი ამ ელექტრონული მოწყობილობების ძალიან ჩამოყალიბებამ და ინტეგრაციამ ჩვენს ცხოვრებაში ბევრი პრობლემა შექმნა. მათ შორის პანდემიამ აჩვენა ძალიან კარგად რომ ბუმი წამოვიდა ახლომხედველობის. ზოგადად ძალიან ინტენსიური ახლომანძილზე დატვირთვა, რომელიც არის წერა, კითხვა, ყურება, განსაკუთრებით ელექტრონულ აპარატურასთან. სიბნელეში. და უფრო მოწყვლადი არის ამ შემთხვევაში ბავშვთა ასაკი. და გარეთ არ ყოფნა. მზის შუქი არის ძალიან მნიშვნელოვანი, მზის შუქზე ყოფნა არის ძალიან მნიშვნელოვანი თვალისთვის, ორგანიზმისთვის, რომ არ ჩამოყალიბდეს. ეს მნიშვნელოვანი, ესეც განუმარტოთ. სხილულ სინათლის სპექტრში არის ისეთი ტალღის სიგრძის, ასე ვთქვათ, ტალღები, რომლებიც ტვინს და ორგანიზმს ეუბნება, რომ თვალი არ გაზარდოს. ცოტა რთული რაღაც თქვი, მაგრამ ორი სიტყვით აღწევ. ახლომხედველობა ეს არის ნორმასთან შედარებით უფრო გრძელი თვალი. ახლომხედველობის პროგრესირება ნიშნავს, რომ თვალი ნელ-ნელა იზრდება. ჩვენ თვალში გვაქვს სპეციალური ნერვული უჯრედები, რომლებიც მგრძნობიარეები არიან აი ამ კონკრეტული ტალღის სიგრძის სინათლისადმი.
და ამ უჯრედების გაღიზიანება ეუბნება თვალს, რომ თვალი არ გაიზარდოს. ასე რომ პირდაპირ ესეთი რეკომენდაცია ბავშვებში განსაკუთრებით, ბავშვებში, რომლებსაც უკვე აქვთ ახლომხედველობა, რომ მინიმუმ საათნახევრის განმავლობაში ბავშვები იყვნენ გარეთ, აკეთონ ნებისმიერი რამ, ითამაშონ, ივარჯიშონ, უბრალოდ იყვნენ, ოღონდ იყვნენ მზიშუქს. ძალიან დიდი მადლობა მოგზაურობისთვის, საინტერესო საუბრისთვის, რჩევებისთვის და წარმატებებს გისურვებთ. თქვენ კი შეგახსენებთ, რომ სტუდიის სტუმარი გახლდათ ოფთალმოლოგი გიორგი მექვაბიშვილი.